ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს შეღავათ თავაზობს დღეს ამოქმედებული დადგენილების ადრესატების საავადმყოფოები არიან, რომლებსაც COVID-19 პანდემიის დროს სახელმწიფოს მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდა. სამინისტრო მათგან უკვე წლებია პანდემიის დროს სერიალის საწოლ ფონდისთვის გადარიცხული თანხების და დავალიანების გადაუხდელობის გამო დაგროვილი ჯარიმების დააფარვას ითხოვს. შეთავაზების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც 2022 წლებში დაგროვილი დავალიანების 25%-ს გადაიხდიან, დანარჩენი საგადასახადო ვალდებულებებისგან საერთოდ გათავისუფლდებიან. თავის დროზე COVID პაციენტებს მეტი კლინიკა ემსახურებოდა. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით მათ დიდ ნაწილს სახელმწიფოს ვალი აქვს. შეთავაზებას საავადმყოფოებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოგახსენებთ, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა გახლავთ დაახლოებით 26 მილიონი ლარი. ვფიქრობთ, რომ ერთმნიშვნელოვნად ეს არის სამართლიანი შეთავაზება. კლინიკები, რომელთაც COVID პანდემიის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამო სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები აქვთ, შეღავათებით ისარგებლებენ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამოაცხადა. მიხელ სარჯველაძის განმარტებით, თუ კლინიკები დღევანდელი მდგომარეობით არსებული დავალიანების 25%-ს გადაიხდიან, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. არსებობდა გარკვეული პრობლემები თვითონ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. ეს ასახულია მათ შორის არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთ დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლენილი იქნა კონკრეტული ნაკლოვანებები. იმ შემთხვევაში თუ კი დავალიანებული დღეისთვის დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25%-ს ისინი აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში დანარჩენი პასუხისმგებლობისგან ისინი პირდაპირ განთავისუფლდებიან. ეს შეთავაზება პრაქტიკულად უკვე ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ. ეს მოამბის მიერ პანდემიის წლებში გადაღებული კადრებია, როცა სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა COVID კლინიკებად გადაკეთდა. პანდემიის მწვავე ფაზის პერიოდებში ქვეყანაში გეგმიური ოპერაციებიც კი შეჩერებული იყო, რათა საავადმყოფოებს COVID პაციენტები მიეღოთ. COVID-19-ის უკან დახევასთან ერთად კლინიკებმა მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადასვლა დაიწყეს. ამ პერიოდში დაიწყო მათ მიმართ კრიტიკა. 2022 წლის დასაწყისში მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კლინიკებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, მისი თქმით, ირღვეოდა პაციენტების მიღების და გაწერის კრიტერიუმები და ხელოვნურად ხდებოდა პაციენტების რაოდენობის ზრდა. აზარაშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო მინიმუმ 40% სარიელ საწოლებში იხდიდა. სახელმწიფო კლინიკებს სწორედ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებას ედავებოდა. კლინიკებში მაშინაც და დღესაც ამბობენ, რომ საწოლების დარეზერვებისა და სარიელ ადგილებში თანხის გადახდა თავად სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სქემა იყო. სამედიცინო დაწესებულებებმა ის 2 წელი ძალიან ბევრი რამ გააკეთეს COVID პანდემიის დროს, მათ კისერზე გადაიარა COVID პანდემიამ იმ პირობებში, რაც იყო და რა რესურსიც აქვს დღეს სამედიცინო სფეროს, მე მგონი იმაზე მეტი გააკეთა რიგმა კლინიკამ. როგორც ჯანდაცვის ასოციაციაში ამბობენ, დაკისრებული თანხები კლინიკების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გადაუხდია, რადგან მას არასამართლიანად მიიჩნევენ და გასაჩივრებული აქვთ. ამიტომ როგორც ნინო კიკნაძე გვეუბნება, მხოლოდ 2 თუ 3 კლინიკას აქვს გასტუმრებული ეს დავალიანება. თუმცა ჰოსპიტალურ სექტორში ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ცალსახად დადებით ცვლილება დაფასებენ. 99%-ს არ აქვს გადახდილი. შეიძლება ვიღაცა 25%-საც არ ეთანხმება და თulis, რომ ის 25%-იც უსამართლოა, მას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში. ეს გასაჩივრება თქვენ იცით სასამართლო ხო, როგორ არის 3 წელი, 4 წელი, ზოგჯერ 5 წელი გრძელდება სასამართლო პროცესები და ეს რა თქმა უნდა ტვირთად და პასუხისმგებლობად ეწვათ კლინიკებს და შესაბამისად ეს შვება იქნება ნამდვილად. მიხელ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ კლინიკებმა შეძლონ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვადასხვა პროექტის განხორციელება. ეს კი მისივე შეფასებით, ისევ პაციენტების მკურნალობის და მოვლის ხარისხზე, ასევე მეტპერსონალის სამუშაო პირობებზე დადებითად უნდა ისახოს.